სოფლის განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ადგილობრივ მეწარმეებზე და ეხმარება მათ, რომ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე უფრო აქტიურად წარადგინონ და ბუნებრივია გაზარდონ ექსპორტი. სწორედ ამ მიზნით გასულ კვირას ბერლინში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაში Fruit Logistica-ში მიიღო მონაწილეობა სოფლის განვითარების სააგენტო ბუნებრივია ქართულ კომპანიებთან ერთად. რამდენი კომპანია იყო წარმოდგენილი ჯამში გამოფენაზე, რა სახის პროდუქცია იყო იქ წარდგენილი და ზოგადად მსგავსი გამოფენები რამდენად უწყობს ხელს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად. ნატალია ხარატიშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით, ხაბატონ ნატალია, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, გიორგი, ანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მადლობთ მოწვევისთვის. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ხალბატონო ნატალია, ახლახანს დაბრუნდით ბერლინიდან, სადაც Fruit Logistica 2025-ზე მიიღეთ მონაწილეობა. დიდი საერთაშორისო გამოფენა არის. რომ გითხრათ, რამდენი ქართული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ამ ღონისძიებაზე და რა პროდუქციის ასორტიმენტი იყო ქართული მხრიდან გატანილი. Fruit Logistica არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, სადაც არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნები, დიდი სტენდები აქვთ ცალკე დარბაზები გამოყოფილი და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით და უკვე მეორე წელია ამ გამოფენაზე საქართველოს სტენდი გვაქვს წარმოდგენილი. წელს 8 კომპანია იყო წარმოდგენილი საკუთარი პროდუქციით, ძირითადად იყო ეს ლურჯი მოცვი, იყო ასევე თხილი და სანელებლები. სუნელები იცით, რომ ძალიან პოპულარულია მათ შორის ევროპაშიც და შესაბამისად სტენდებს წარმოდგენილი ჰქონდა. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა სტენდმა. ჩვენ სტენდთან მოსული იყო ასევე ისრაელის სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროს გენერალური დირექტორი. მოსული იყვნენ ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. უკვე მეტნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტენდი უკვე ნაცნობია მათთვის, ვინც დადიან ვიზიტორები, როდესაც ათვალიერებენ, უკვე უცხო არ არის ქართული პროდუქცია და განსაკუთრებით ლურჯი მოცვი, იცით რომ ახალი პროდუქტია სასოფლო-სამეურნეო კულტურა საქართველოსთვის და ძალიან სწრაფად ვითარდება ეს სფერო, ეს მიმართულება საქართველოში და დაინტერესებაც უფრო და უფრო იზრდება თვითონ შემსყიდველების მხრიდანაც. კი ბატონო, საინტერესოა როგორ ხდება იმ კომპანიების შერჩევა, ვინც წარმოდგენილნი არიან ხოლმე გამოფენაში და ასევე საინტერესოა ისიც, რამდენად აქტიურობენ ახალი და სხვადასხვა კომპანიები, ანუ რამდენად ცდილობენ ისინი, რომ სულ უფრო და უფრო მეტნი იყვნენ, ვისაც გავაცნობთ ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე. როდესაც საერთაშორისო გამოფენაზე გვინდა მონაწილეობის მიღება, პირველ რიგში აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაოდენობას თუ რამდენს ვაწარმოებთ ჩვენ პროდუქციას, იმიტომ რომ ნებისმიერი შემსყიდველი, როდესაც მოგმართავს ჩვენ და სურს რომ გააფორმოს ხელშეკრულება, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ წლის მანძილზე ან რაღაცა წლის გარკვეულ პერიოდში უწყვეტი მიწოდება იყოს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გაწერილი წინასწარი პროცედურა, თუ ვინ შეიძლება გააკეთოს განაცხადი კონკრეტულ გამოფენაში მონაწილეობაზე. ამ პროცედურის ერთ-ერთი ნაწილია გამოცდილებაც, მათ შორის სხვა გამოფენებში მიღების ბრუნვა, წარმოების ნაწილი და ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოთხოვნა გვაქვს საერთაშორისო სტანდარტი. ან დანერგილი უნდა კონდეს კომპანიას, ან დანერგვის პროცესში უნდა იყოს, იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო ბაზარზე გავდივართ, აუცილებელია რომ მათ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდეთ. მოთხოვნა შემოდის თვითონ კომპანიების მხრიდან, როგორც ჩვენი უმეტესი პროექტი, ვინც პირველი შემოიტანს და დააკმაყოფილებს ყველა პროექტის პირობას, მას შეუძლია რომ მონაწილეობა მიიღოს კონკრეტულ პროექტში თუ პროგრამაში, ანალოგიურად არის გამოფენების ნაწილშიც. ხალბატონო ნატალია, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ სტენდთან, ქართულ სტენდთან ინტერესი მაღალი არის და ბევრი ვიზიტორი ყავს, როგორც კომპანიებს, ასევე პროდუქციას. რომ გითხრათ, აი წინაწლებსაც თუ შევადარებთ, რამდენად გაზრდილია ცნობადობა ამ კუთხით? ცნობადობა შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ წინა წელთან შედარებით გაცილებით გაზრდილია, პირადად მეც ვიმყოფებოდი შარშან აღნიშნულ გამოფენაზე და ნაკადს რომ ვაკვირდებოდით, გაცილებით უფრო დიდი ნაკადი იყო. ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ქვეყნის სახელით არის სტენდი წარმოდგენილი. იმის გარდა, რომ ძვირი არის ზოგადად სტენდის მონაწილეობის მიღება დამოუკიდებლად უჭირთ თვითონ კომპანიებს და ჩვენ ამაში ვეხმარებით, ამის გარდა ქვეყნის სახელით, როდესაც არის წარმოდგენილი კომპანია, უფრო მეტი დაინტერესება, უფრო გაეცნა თვითონ ვიზიტორებიც უფრო ინფორმირებული არიან თუ რას ნიშნავს საქართველოში მოყვანილი კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურა და რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურა მოდის საქართველოში ისეთი, რომელიც შეიძლება რომ იგივე ევროკავშირში გავიდეს თუ სხვა ქვეყნებშიც.
კი ბატონო, ხომ არ ყოფილა რაიმე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული ან ხომ არ გაფორმებულა რაიმე ხელშეკრულება ქართული კომპანიების მხრიდან ამ გამოფენაზე? კი ბატონო, თვითონ Wonderland Farmers არის ესეთი კომპანია, რომელსაც შეაქვს საქართველოდან გერმანიაში ლურჯი მოცვი. წელსაც უკვე აქტიურად იყო მოლაპარაკებები. მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის დაპირების ნაწილი, უკვე კონკრეტულ ხელშეკრულების პუნქტებზე იყო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ გაერთიანება თვითონ ფერმერების რომ მიიღონ საკმარისი რაოდენობა პროდუქციის, რომელსაც გაიტარენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქაც ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია იყო წარმოდგენილი 6 წევრისგან შემდგარი და ამ შემთხვევაში უფრო უმარტივდებათ თვითონ ფერმერებს კონტრაქტების დამყარება. იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტი არის წარმოებული პროდუქციის რაოდენობა, მით უფრო მარტივია, რომ ესაუბრო მსხვილ შემსხიბველს. ერთია ასე ვთქვათ შეთანხმების მიღწევა, თუმცა შემდეგი არის უკვე უწყვეტად პროცესის წარმართვა, როგორც თქვენ ახსენეთ, შესაბამის რაოდენობის მიწოდება და ამავდროულად კონკურენცია ამ საერთაშორისო ბაზრებზე. თქვენ მუდმივად სწავლობთ ამ პროცესს და საინტერესოა გამოცდილება როგორია ქართული კომპანიის, რამდენად კონკურენტუნარიანები არიან, რამდენად დაიმკვიდრეს ადგილი იმ კომპანიებმა, ვინც ასე ვთქვათ გამოფენებით თუ გამოფენების გარეშე ან თქვენი ხელშეწყობით მოახერხეს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სხვადასხვა ქვეყნებში გვაქვს ჩვენ იცით გამოფენები და არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში მოდის და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან აფორმებენ ხელშეკრულებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, იმიტომ რომ იცით თქვენ, რომ ერთ ბაზარზე ფოკუსირება ეს არ არის კარგი არც ქვეყნისთვის და არც კომპანიისთვის. ამიტომ ესეთი ტიპის გამოცდილება, რომ სხვადასხვა ქვეყნის შემსყიდველებს, სხვილ შემსყიდველებთან კონდეთ კონტრაქტები გაფორმებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვყავს ესეთი ბენეფიციარები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში გააქვთ საკუთარი პროდუქცია. ქალბატონო ნატალია, 2024 წელს რომ გადავავლოთ თვალი, მთლიანად წლის განმავლობაში რამდენმა ქართულმა კომპანიამ შეძლო მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, როგორი იყო მარკეტინგულ კამპანიებს ხშირად ატარებდა, რა თანხა დაიხარჯა მარკეტინგული კამპანიებისთვის და როგორი იყო უკუგება? არ მინდა შევცდეთ, თუმცა როგორც მახსოვს 46 კომპანია იყო, 8 გამოფენა ჰქონდა 2024 წელს ჩატარებული და ამ ხარჯი ამ გამოფენების იყო დაახლოებით 2 მილიონი ლარი. თუმცა უკუგება რაც ჰქონდა თვითონ კომპანიების მხრიდან იმ ხელშეკრულებების ნაწილში, რომელიც გააფორმეს ამ გამოფენების შედეგად დამყარებულ კონტრაქტებზე, დაახლოებით 10 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ წარმატებული არის ეს მიმართულება. ჩვენ იმის და მიუხედავად, რომ წარმოების ყველა ეტაპზე ვეხმარებით ფერმერს, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მათ შეძლონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ და ისევე როგორც 24 წელს წელსაც ვაგრძელებთ ჩვენ გამოფენებში მონაწილეობას, წელს უკვე 9 გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას მარტში. ქალბატონო ნატალია, სანამ სამომავლო გეგმაზე გადავალთ, მინდა გითხოთ, აქამდე აუთვისებელ ბაზარზე თუ მოხერხდა შესვლა? კი ბატონო, ზუსტად ამის ხსენება მინდოდა, მადლობთ კითხვისთვის. ანა, ეხლა მარტში მივდივართ იაპონიაში და ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, თუ როგორი დაინტერესება იქნება და ასევე Fruit Attraction არის მადრიდში, ესეთი საკმაოდ კარგი გამოფენა და იქაც ოქტომბრის დასაწყისში ვიქნებით წარმოდგენილი. თუმცა ტრადიციულ გამოფენებსაც რა თქმა უნდა არ გამოვტოვებთ, იქნება ეს კასპიან აგრო, იქნება ეს ნიდერლანდებში, იქნება ეს ჩიკაგოში თუ ჩინეთში, იქაც აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ლურჯი მოცვი, რომელიც ნამდვილად, რომელმაც საკუთარი ნიშა იპოვა ევროპაში, ასეა ქართული თხილთან მიმართებაში და საინტერესოა კიდევ მათ და სხვა პროდუქციას რომ შევეხოთ, რომელმა კომპანიებმა, რომელი პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიებმა მოახერხეს, რომ მალევე დაემკვიდრებინათ საკუთარი ადგილი და ზოგადად ევროპის ქვეყნებმა თუ საერთაშორისო ბაზრებზე, რომელი პროდუქცია ყველაზე მოთხოვნადი დღეს საქართველოში წარმოებული და. ხო, ლურჯ მოცვი აღარ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ უკვე ნათელია, რომ ძალიან მოთხოვნადი, თხილი რა თქმა უნდა ძალიან მოთხოვნადია და რაც მთავარია ძალიან მოეწონათ შარშან სხვადასხვა გამოფენაზე ქართული თხილის ხარისხი და ეს ერთგვარად გვეამაყება ჩვენს და რა თქმა უნდა კომპანიებსაც დაინტერესებათ ძალიან დიდი იყო. ღვინოზე არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ღვინო ერთგვარი სხვა პროდუქტია ჩვენთვის და რა თქმა უნდა პირველია. თუმცა სუნელებიც ასე ვთქვათ ძალიან დიდ დაინტერესებას იჩენს უკვე თვითონ ვიზიტორები, როდესაც მოდიან და ნახულობენ, საკმაოდ აინტერესდებიან ამ პროდუქტითაც.
კი ბატონო, იაპონია ახსენეთ მიმდინარე წელს რომ უნდა გაიმართოს გამოფენა, ხომ არ უნდა ველოდოთ კიდე სიახლეებს, ან ხომ არ გეგმავს სოფლის განვითარების სააგენტო რომ შეისწავლოს ახალი ბაზრები და ან რა პრინციპით მოხდება ასე ვთქვათ გამოფენებში მონაწილეობა, ხომ არ გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები კიდევ ჩვენი პროდუქციის აგროსასურსათო პროდუქციისთვის. და რა თანხები დაიხარჯება ამისთვისაც ესეც რომ ვთქვათ. წლევანდელი გამოფენებისთვის ან შარშან გქონდა 8 გამოფენა წელს 9 გამოფენა გვაქვს და 3 მილიონი ლარი არის გამოყოფილი აღნიშნული გამოფენების ჩასატარებლად. ძველ გამოფენებს, ასე ვთქვათ, წინა გამოცდილებად, სადაც დიდი წარმატება მოუტანა თვითონ კომპანიებს, რა თქმა უნდა, იქ აუცილებლად ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი, თუმცა აუცილებელია რომ ახალი ბაზრებიც ავითვისოთ იგივე იაპონია, როგორც ვახსენეთ, ნახოთ წელს მარტში რომ წავალთ, როგორი გამოხმაურება იქნება შემსყიდველების მხრიდან და ამის მიხედვით დავგეგმავ. რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იცით რომ სხვა სახელმწიფო უწყებებიც ატარებენ, იგივე აწარმოეს საქართველოს, იგივე ღვინის ეროვნული სააგენტო, ისინიც ახდენენ თვითონ გამოფენების ორგანიზებას, ჩვენ მათთან კოორდინაციაში ვარჩევთ ისეთ გამოფენებს, რომლებიც არის ყველაზე საინტერესო მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად ისეთ ადგილას მივდივართ, რომ თანაკვეთა არ გქონდეს ერთმანეთთან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გისურვებთ წარმატებებს და გელოდები ჩვენთან სტუდიაში. მაყურებელს შევახსენებ, ნატალია ხარატიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე და ამავდროულად ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყო პროგრამებზე.